პრეზიდენტის წინაშე დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წვევამდელებმა ფიციდაძეს ფიცის მიღების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა. ჩვენი შეერაღებული ძალების გავითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის გადარჩენისათვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და ჩვენი შვილების მომავლისათვის. ყველაზე მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტი საქართველოში არის შეერაღებული ძალები, აცხადებს პრეზიდენტი. ის რომ საქართველო ფეხზე დგას და გავითარებას განაგრძობს, მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ შეერაღებული ძალებისა და იმ ბიჭების დამსახურებაა, ვინც ბრძოლის ველზე დაეღუპა პრეზიდენტის განცხადებით, გაცილებით დიდი სახელმწიფო, რომელსაც ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვს, ყოველდღიურად ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და თავისუფლებას. ამ ისტორიულ მუქარაზე პასუხი საქართველოს მხრიდან სიმშვიდე უნდა იყოს. ყველაზე მაღალი დობის სახელმწიფო ინსტიტუტი საქართველოში არის საქართველოს შეერაღებული ძალები. და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს სოფლიოს შეერაღებულ ძალებს შორის თავის მოსახლეობასთან. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ არაფერი ისე შეუცდომლად არ გამოხატავს ამ ფორმის მატარებლების დამსახურებას და პატივისცემას, როგორც სახალხო მხარდაჭერა და ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თქვენი განაჩენა ერთი არის ძალიან კონკრეტული ამოცანების შესრულებელი. ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებულ ძალას, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი. მანცადა უკვე ყველაფერი. მანცადა ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო. საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. მანცადა უამრავი შეერაღებული პროვოკაციების მოწყობა. დაბომბები, აფეთქებები საქართველოს არ დაიხია და არ გადავიდა თავის განვითარების გზიდან. მანცადა მასობრივი შიდააშლილობის მოწყობა, პოლიტიკური დესტაბილიზაცია და საქართველოს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა სისტემამ ამასაც გაუძლო. და უფრო გაძლიერდა. და ბოლოს მანცადა ფართომასშტაბიანი ინტერვენცია, რომლის მიზანი არა სპეკულატიურად, არამედ დეკლარირებულად იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბოლოს მოღება და საქართველოს საბოლოო დამონება. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვიცით, ის რომ ეს დროშა აქ ფრიალებს, ის რომ თქვენ აქ გახართ, ის რომ საქართველოს გავითარება გრძელდება, მას ესეც არ გამოუვიდა. მან ვერ შეასრულა ვერცეთი თავისი სტრატეგიული მიზანი საქართველოსთან მიმართებაში. და მან ცადა ბოლო ხანებში სხვადასხვა დივერსიების მოწყობა. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათ შორის საქართველოს ოკუპანტთან ამ ყველა აქტის გამოძიებაში და თქვენ ნახეთ, რომ მათი მხრიდან მივიღეთ უკმეხი პასუხი, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ის ვარაუდები, თუ ვის მიერ იქნა ორგანიზებული ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენი მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ. თქვენ კარგად იცით, რომ ეს ძალა და კონკრეტულად მისი ლიდერი სპეციალიზირდება პოლიტიკურ ძალადობაში და მის სახელს უკავშირებენ სოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ კვლევობებს. თქვენ ყველაფერი იცით, რომ მას შემდეგ რაც ყველაფერი გამოსცადეთ საქართველოს მიმართ, ერთადერთი რაც მათ რჩებათ, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ტერორი, პირდაპირი ფიზიკური ანგარიშწორება. მით უმეტეს, რომ ამ ძალის ლიდერმა 2 წლის წინ საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად დაიფიცა, რომ ის ამას გააკეთებს. ჩვენ შემთხვევაში არც დაუმალია და არც უარყვია. ამბობს, რომ ამას გააკეთებს და ეს აქვს დაფიცებული და მისი ღირსების საკითხია, რომ ეს გააკეთოს. ამიტომ მეგობრებო, ვინაიდან დაცვის ხაზი გადის ახლა აქაც, ჩვენ უნდა ვიყოთ შვიდად, იმიტომ რომ ჩვენი პასუხი ისტერიაზე და ისტერიულ მუქარებზე უნდა იყოს სიმშვიდე, სივსისხლიანობა, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ვიმოქმედოთ პროფესიონალურად. და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც ვაკეთებდით აქამდე. ჩვენი ვალდებულება და პასუხისგებლობაა, რომ არც ერთი მზაკრული გეგმა საქართველოს წინააღმდეგ არ აღდგეს, არაფერი რაც გამოუთხეს ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ განხორციელდეს. ამგვარად ამაზე ერთნაირად ვაგებთ პასუხს მეც და თითოეული თქვენგანი. ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის,
ჩვენი შვილების და მათი მომავლის წინაშე. კიდევ ერთხელ დიდი პატივია თქვენთან ერთად ერთ სამსახურში ყოფნა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთ სამსახურში ვართ. გისურვებთ წარმატებას ამ სამსახურშიც და ზოგადად ცხოვრებაში. სახელმწიფო ფიცის დადების ცერემონიალზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის 13 თანამშრომელს საზეიმო ვითარებაში წლის საუკეთესო თანამშრომლის სიგელები გადასცეს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წვევამდელთა გაწვევას 1994 წლიდან ახორციელებს. ამ ხნის მანძილზე სამსახური უკვე 6500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას 126 საკონტრაქტო მომსახურე შეუდგა. ისინი გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ფიზიკური და გონებრივი მონაცემების გათვალისწინებით შეირჩნენ. ერთვიანი შეკრებების განმავლობაში მათ სპეციალური მომზადებაც გაიარეს. ახალწეულები ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს დაიცავდნენ. სახელმწიფო ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საზეიმო მარშით გაიარეს და თავდაცვის სამინისტროს სარიტუალო ორკესტრის თანხლებით საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. მე მინდა კიდევ ერთხელ მეულოცო ამ ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან სამსახურში მსახურის დაწყება და მინდა ხაზი გაუსვა იმას, რაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტს და განსაკუთრებული როლი აქვს, რა თქმა უნდა, ამ სამსახურსაც, რომლის წარმომადგენლობა დღეს ფიცი მიიღეს და კიდევ ერთხელ მინდა გულითაა და წარმატებები უსურვო მთელი სამსახურის განმავლობაში. ერთვიანი შეკრების განმავლობაში მათ გაიარეს თეორიული კურსიც, გაიარეს სამწყობრო მომზადებაც, ნახეთ თქვენ ნორმალურად არიან მომზადებულები. გარდა ამისა, ჩვენი ინოვაცია ის იყო, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდა რაღაც გარკვეული კრიტერიუმით, სახეზეა მათი გათვალისწინებული იყო მათი ფიზიკური მონაცემები, გათვალისწინებული იყო მათი გონებრივი მონაცემები. მე ვფიქრობ, ეს ხალხი მზად იქნება შეასრულოს თავიანთი დაგისრებული ვალდებულებები. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩავირიცხეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. ამასე ვიტყოდი, რომ ჩვენთვის ახალწეულებისათვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ფიცის მიღებას დაესწრო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბატონი პრეზიდენტი და რომ ეს გვაძლევს ჩვენთვის ერთგვარი სტიმულია, რომ მომავალში ვიყოთ მეტად მოტივირებულები, მიზანდასახულები და რომ ჩვენ ზად ვართ პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალი ღვთისა და ქვეყნის წინაშე გვფარავდეს ღმერთი.